გადაიღო ბატონო, მეგობარო, გესმის? მეგობარო. რუსეთის ქალაქ ტუაფსეში დღეს ნამდვილი კატასტროფა. უკრაინული უპილოტოები მასიურად უკვე მეორე დაესხნენ თავს ადგილობრივ პორტს, რომელიც კრემლს ეხმარება ნავთობის გაყიდვით, ფული გამოიმუშაოს და გააგრძელოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. სწორედ იქ მდებარეობს ნავთობის ტერმინალი, რაც ნიშნავს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები მიზანმიმართულად ანადგურებენ სწორედ ნავთობის, ხაზუსვამ, საექსპორტო ინფრასტრუქტურას. იმ ფონზე, როცა ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პინიკით აუქმებს სანქციებს რუსეთის მიმართ და აძლევს მას ნავთობის ვაჭრობის საშუალებას. და ეხლა უკვე რუსები ჩივიან, რომ ტუაფსეში ცხოვრება შეუძლებელია, რადგან პორტზე დარტყმის შემდეგ შავ ზღვაში პირველ რიგში მოხდა მაზუთის გაჟონვა. ხოლო ქალაქზე მოულოდნელად დაიწყო ეგრეთ წოდებული ნავთობის წვიმი. ამავე დროს ბოლოს და ბოლოს ასრულდა იდიოტის ოცნება, ანუ ვლადიმერ პუტინისა, რუსეთი ნავთობის ნემსიდან ჩამოდის. როსტატმა განაცხადა, რომ სანქციებისა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გამო ნავთობისა და გაზის სექტორის წილი რუსეთის MŠP-ში გასულ წელს 13%-მდე შემცირდა. ეს უკვე ისტორიულ მინიმუმად შეაფასეს, მაგრამ ამ შემოსავლების ჩანაცვლება მაინც არ მოხდა. იმიტომ რომ როცა ვლადიმერ პუტინი ოცნებობდა, რომ ნავთობისა და გაზის სექტორის წილი შემცირდებოდა, ის ფიქრობდა, რომ მაგალითად წარმოება გაიზრდებოდა, მაგრამ წარმოება არ გაზრდილა. ხოლო ნავთობისა და გაზის გაყიდვები კი მართლაც შემცირდა. მაგრამ ამ გამოშვებაში სწორედ ტუაფსეზე დაბტმების შედეგებს განვიხილავთ. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, თხოვთ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ, დაწერეთ ნეწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ გამოშვებასთან და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News. ბული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ. იქვეა ბულები, თუ როგორ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ ამ YouTube არხის მუშაობას. მადლიერი ვიქნები ნებისმიერი თქვენი დონაციის ან სპონსორობისთვის. მე ჯანდაბა მინდა და ბავშვთან ერთად ზღვის პირას მეცხოვრა. ზღვა მთლიანად ამ მაზუთით არის დაბინძურებული ჯანდაბა, ყველაფერი გაფუჭებულია. ყველაფერი ანადგურებს, არიცი, გაიხვიჯებ თუ არა ცოცხალია შენი ბავშვი. რას უნდა აკეთებდე აქ? საერთოდ რა ჯანდაბა აქ ცხოვრება? მხოლოდ ამის გამო დავრჩი. და ასე ორშაბათის ღამეს 20 აპრილს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ახალი დარტყმა მიაყენეს ნავთობის ტერმინალს რუსეთის ქალაქ ტუაფსეში. და უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების სარდალმა რობერტ მადიარმა ბროუდიმ განაცხადა, რომ თავდასხმაში მონაწილეობდნენ უპილოტო სისტემების ძალების, სპეციალური ოპერაციების ძალების და მთავარი სადაზვერო სამმართველოს დანაყოფები. სპაფსის სარდალმა აღნიშნა, რომ ღამის დაბომბვა წინა დარტყმის გამეორება იყო. ხოლო ობიექტზე ხანძრები კვლავ განახლდა. მადიერმა გაახსენა, რომ წინა თავდასხმის შედეგები რუსებმა ბოლოს 3 დღის განმავლობაში აღმოფხვრეს და შემდეგ ციტატა. კრიტიკულად მნიშვნელოვან ნავთობის ჩამოსასხმელ ობიექტზე კურთხეული ცეცხლის განმეორებითი დაბრუნება 20 აპრილის ღამეს თავისუფლების მოყარე უკრაინულმა ფრინველმა მოიტანა. ღამით ადგილობრივი მცხოვრებლები ტუაფსეს პორტის დაბომბვაზე ჩიოდნენ. ასევე მათ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შესახებაც განაცხადეს. და გამოქვეყნებულ ვიდეოებში ისმოდა დრონების ხმა, საჰაერო თავდაცვის მუშაობა და ასევე აფეთქებები მიზანზე დარტყმების შედეგად. გარდა ამისა, კადრებში ჩანს, როგორ ჩნდება ხანძარი თავდასხმის შემდეგ, ხოლო ობიექტის თავზე სქელი კვამლის სვეტები ჩანს. არ არის საჭირო ფოტო, მაშინ გადარჩები, გესმის? ფიქრობ და ისევ ყველაფერი იწის. მათო ჩავაქრეთ კარგი, ისე ვიცხოვრეთ ცოტა ხანს. და პენსია. მარტო ჩავაქრეთ, თითქოს ყველაფერი დამშვიდდა და ისევ დღეს ღამით კიდევ დაანთეს. დამატება მოგვივიდა ჯანდაბა. აი რა ხდება ბიჭებო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა დაადასტურა, რომ 20 აპრილის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფებმა რუსეთის აგრესორის ორ მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყეს. ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმის შემდეგ, რომელიც მდებარეობს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში, დაფიქსირდა რეზერვუარების პარკში მოხვედრა და შემდგომი ხანძარი ობიექტის ტერიტორიაზე. ასევე შეგახსენებთ, რომ 16 აპრილის ღამეს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში საჰაერო თავდაცვაც მუშაობდა. პროდუქციის მწარმოებელ ქარხანას აცნობეს აფეთქებებსა და ხანძრებზე ტუაფსეში, იმავე პორტისა და ნავთობაზის ტერიტორიაზე. და მაშინ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტუაფსის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მინიმუმ 2 ნავთობის რეზერვუარი იწოდა. ამამდე უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს ტუაფსის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას 31 დეკემბრის ღამეს და მაშინ დაზიანდა ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი და ნავთობპროდუქტების ღრმა გადამუშავების კომპლექსური დანადგარები. ამამდე 2025 წლის ნოემბერში დრონებმა დააზიანეს ტუაფსეს, რუსეთის საზღვაო სავაჭრო პორტის ნავთობის გადამტანი ინფრასტრუქტურა. და მაშინ ადგილობრივი მცხოვრებლები წერდნენ ქალაქში აფეთქებების შესახებ. ხოლო უპილოტო საფრთხის რეჟიმი თითქმის 8 საათი გაგრძელდა. მაგრამ როგორც ხედავთ, რუსეთის საერთო თავდაცვის სისტემები იმდენად ძლიერია და ანალოგი არ აქვს, რომ ისინი ვერ ახერხებენ თუნდაც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას. რადგან ტუაფსეს პორტი ნამდვილად ძალიან კრიტიკული ინფრასტრუქტურაა. მოგვიანებით აგიხსნით რატო. უკვე 20 აპრილის დღისით იუწყებოდნენ, რომ ტუაფსეში, კრასნოდარის მხარის გამოძიების მიხედვით, ჩამოვარდა ეგრეთ წოდებული ნავთობის წვიმა, მას შემდეგ რაც უკრაინულმა უპილოტოებმა დაარტყეს ადგილობრივი საზღვაო ნავთობის ტერმინალს. ადგილობრივები ჩივიან, რომ ყველაფერი გარშემო დაფარულია ზეთოვანი ფენით და შავი ბურთულებით. სინამდვილეში ეს არის სწორედ იმ ჰაერში დამწვარი ნავთობის კვალი, რის შემდეგაც დაიწყო წვიმა და ეს ყველაფერი მიწაზე ჩამოვარდა. აქაც იცით სასაცილოა ყურება, როგორ მოქმედებს რუსეთის ხელისუფლება ამ სიტუაციაში. თავდაპირველად ტუაფსეში დღეს გააუქმეს გაკოთილები ჟურნალისტიკის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს პანიკას გამოიწვევდა და ამიტომ როსპოტრებნაძორმა განაცხადა, რომ ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია არ არის გადაჭარბებული. შემდეგ როგორც ჩანს მიხვდნენ, რომ ესეც ზედმეტი იყო და რატომღაც ადგილობრივებს ურჩიეს. არ გასულიყვნენ სახლიდან, არ გაიღოთ ფანჯრები, ხშირად ჩაეტარებინათ სველი დასუფთავება, დაებანათ თვალები, ცხვირი, ყელი და მეტი წყალი დაელიათ. გარეთ უცხებამ რეკომენდაცია მისცა, რომ გამოიყენონ ნიღბები და რესპირატორები, ხოლო დანარჩენი ყველაფერი პრინციპში ნორმალურადაა. და როგორც ყოველთვის, რუსეთში არანაირი შედეგი არ არის. გარდა ამისა, შავ ზღვაში, ტუაფსეს პორტის ახლოს დიდი ნავთობის ლაქა გაჩნდა. ეს კიდევ 16 აპრილის თავდასხმის შემდეგ. ასევე ნავთობპროდუქტების შეგროვება გრძელდება ტუაფსეს მდინარეში, სადაც საწვავი მოხდა ზღვის ტერმინალზე ხანძრის გამო თავდასხმის ღამეს. ამოდროულად ტუაფსეში აკრობენ ხანძარს ზღვის ტერმინალზე, რომელიც დრონების თავდასხმის შემდეგ გაჩნდა იმ ღამეს. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია 246 ადამიანი და 73 ერთეული ტექნიკა. მანამდე შეგახსენეთ, უკრაინული უპილოტო აპარატების თავდასხმების შედეგად შავ და აზოვის ზღვებში გემებზე, ასევე სანაპირო ინფრასტრუქტურაზე შავ ზღვაში ანაპის სანაპიროსთან ახლოს გაჩნდა კიდევ ერთი ნავთობის ლაქა. თანახმად სატელიტური სურათებისა, ლაქის ფართობი შეადგენს 111.7 კვადრატულ კილომეტრს. ზღვაში მოხვედრილი ნავთობპროდუქტების მოცულობას ეკოლოგები აფასებდნენ 300 კვადრატულ კილომეტრზე. საერთო ჯამში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მარტიდან კონცენტრირება მოახდინეს რუსეთის პორტებზე, რომლებითაც ნავთობის ექსპორტი ხორციელდება. დარტყმის ქვეშ არაერთხელ აღმოჩნდა ბალტიის ყველაზე დიდი პორტები, პრიმორსკი და უსტლუგა. ასევე ნავთობის ტერმინალი ნოვოროსიისკში და ტუაფსეს პორტი. ბოლო პორტი ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ იქნა თავდასხმის ობიექტი. ორივე დარტყმა ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა, რომელიც ერთადერთია რუსეთის შავი ზღვის სანაპიროზე და შედის ქვეყნის 10 უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შორის. მისი სიმძლავრეები საშუალებას იძლევა წელიწადში 12 მილიონ ტონამდე ნავთობის გადამუშავება. ეს ქარხანა მთლიანად ორიენტირებულია მხოლოდ ექსპორტზე. და ეხლა უკრაინა წარმატებით აფერხებს ამ ექსპორტს. მაგრამ აქვე მინდა ერთ მნიშვნელოვან ნიუანსს გაუსვა ხაზი. 30 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა შემდეგი: თუ რუსეთი მზად არის არ მიაყენოს დარტყმები უკრაინის ენერგეტიკას, ჩვენ არ უპასუხებთ დარტყმებით მათ ენერგეტიკაზე. უკრაინა ღია სხვადასხვა ფორმატისთვის, მათ შორის ენერგეტიკული ზავის ან სრული ცეცხლის შეწყვეტისთვის, რათა რაკეტებმა და დრონებმა არ შეუტიონ ინფრასტრუქტურას. მაგრამ რუსები აგრძელებენ უკრაინის მშვიდობიან ქალაქებსა და განსაკუთრებით ენერგეტიკაზე თავდასხმას. ამიტომ საპასუხოდ რაღაცები მიფრინავს თვით რუსეთშიც. აქ წერტილებს დავაყენებ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ.
გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ნებისმიერი დონატით ან ფასიანი სპონსორული გამოწერით. როგორ უნდა გააკეთოთ ეს? ყველა ბმული და რეკვიზიტი მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქ ასე წერია: ალექსეი პეჩიის არხის მხარდაჭერა. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ფორმატი, მადლიერი ვიქნებით თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.